საუბრები იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური, რომელსაც საგარეო დაზვერვის ფუნქცია აქვს და საგარეო საფრთხეების პრევენციის დიდი როლი აქვს სუსტან შეერთებასთან დაკავშირებით, დიდი ხანია შიდა დახურულ სივრცეში მიმდინარეობს, რაც საჯაროდ არ გამოსულა. ასეთი საუბრები მათ შორის 2017 წელსაც იყო ივანიშვილის მმართველი პარტიის დროს, თუმცა მაშინ ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენმა დასავლმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, რომ არ მომხდარიყო სუსის, რომელიც შიდა უსაფრთხოებაზე უზრუნველყოფილი და საგარეო დაზვერვის, ასე რომ ვთქვათ, დაზვერვის სამსახურის გაერთიანება, იმიტომ რომ ეს იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაცხადებული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ამ სფეროში აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მაშინ მათ დიდი როლი ჰქონდათ, თუმცა ის რომ ირაკლი ბერაია, რომელსაც ჩააბარეს დაზვერვის სამსახური ივანიშვილის რეჟიმმა, უკვე არის სუსის პირველი მოადგილე, ჩვენ არ გაგვიგვია არაფერი, ვინ ასრულებს მოვალეობის შემსრულებლის როლს დაზვერვის სამსახურში, ყოველ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს ეს არ უთქვამს, კიდევ უფრო აძლიერებს ამ ეჭვებს, განსაკუთრებით მიზნის კუთხით. მიზანი, როდესაც კონცენტრაცია ხდება ერთი უწყების ხელში, ერთი კაცის ხელში, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის და მე მინდა, იმიტომ რომ მაინც რთული სფეროა, მარტივი მაგალითები მოგიყვანოთ, რატომ არის ეს საფრთხე და რატომ შეიძლება ეს გააკეთოს ივანიშვილის რეჟიმმა. პირველ რიგში დაზვერვის სამსახური ყოველთვის დამოუკიდებელი უწყება იყო, უმეტეს შემთხვევაში დამოუკიდებელი უწყება იყო, მათ შორის შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული და დაზვერვის სამსახური მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და აი მაგალითისთვის რომ მოგიყვანო და ის ყოველთვის მუშაობდა ქვეყნის გარეთ. იმ დროად განწყობილი ქვეყნების მისამართით, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის საფრთხე შექმნა შეეძლოთ. აი მაგალითისთვის ერთი მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, რუსეთთან ისიც რომ აქტიურად მუშაობდა აღიარებისთვის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის და იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია იქნებოდა მოპოვებული და მათ შორის ეს ინფორმაცია შესაძლებელია ჩვენი პარტნიორებთან ყოფილიყო მიწოდებული ჩვენი სამსახურებისთვის, ამას შემდგომ მოყვებოდა პოლიტიკური მუშაობა იმისთვის, რომ ეს აღიარების პროცესი ჩაშლილი იყო ჩვენი დასავლელ პარტნიორებთან ერთად. თუ დღევანდელ რეალობას შევადარებთ ამ ყველაფერს, თქვენ იცით, რომ რეალურად არათუ არაღიარების პოლიტიკის კუთხით მუშაობა მიმდინარეობს, არამედ ივანიშვილის რეჟიმი აღარ კი იმჩნევს იმ პროცესს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ანექსიის კუთხით და მათ შორის ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე მათი პოზიციაც არც თუ ისეთ მაღალი იყო. აღიარების კონტექსტში უნდა ვისაუბროთ ასევე თეა წულუკიანის კომისიაზე, სადაც მსჯელობენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სადაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აი, საგარეო საფრთხეების კუთხით საქართველოს რა თქმა უნდა, საფრთხეები ახლა არ წასვლია და აი მარტივი მაგალითიც რო გითხრათ, გლობალური ომის პარტიაზე როდესაც ლაპარაკობს ივანიშვილის რეჟიმი, ამითაც ჩანს რომ ეს ყოველია, იმიტომ რომ რეალურად თუ რაიმე საფრთხე მოდის ქვეყნის გარედან, დღეს ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს არის დასავლეთი მეგობარი ქვეყნებისგან და არა იმ ტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ჩვენი თითქოს ვისაც ეს არის რუსეთი და მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ვითარებაში იმ შემთხვევაში თუ კანონი შემოვიდა არალეგიტიმურ პარლამენტში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ეცებულება იქნება იმისა, რომ რეალური საფრთხე ივანიშვილისთვის არა გარედან, არამედ შიგნიდან არის და შიგნიდან საფრთხე არა ქვეყნის კუთხით, არამედ მისი რეჟიმის უსაფრთხოების კუთხით არის და ეს იქნება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ერთის მხრივ კონცენტრაცია მოხდება ერთი უწყების ხელში, არ მოხდება განსხვავებული ალტერნატიული აზრების შეჯერება, თქვენ იცით რომ დაზვერვის სამსახური პრემიერის დაქვემდებარებაში ყოფი უწყება არის და ის დაზვერვის სამსახურის უფროსი გახლავთ მრჩეველი მათ შორის პრემიერის დაზვერვის სფეროში ეროვნული უსაფრთხოების კუთხით და გაერთიანების შემთხვევაში სამი ძირითადი ასპექტი მინდა ჩამოგითვალოთ. ერთის მხრივ ჩვენ ვცირდება კონცენტრაცია და ყურადღება საგარეო საფრთხეებზე, რაც რა თქმა უნდა საქართველოს გააჩნია და გაიზრდება ამ სუსის ასე რომ ვთქვათ ძალაუფლება და მისი სპეციფიკა წავაში და საფრთხეებზე და ძირითადად პოლიტიკურ ოპონენტებზე. მეორე და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ისედაც იზოლაციის კუთხით რა თქმა უნდა კიდევ უფრო ნაკლებად განახორციელებენ მუშაობას ამ სფეროში, რომელიც სასწაულს მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეროვნული საფრთხეებისთვის და მესამე ამას ძალიან ძიმე გავლენა ექნება გრძელვადიანი კუთხით
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მთავარი დიდი პრობლემა რაც არის, ახლა ვინმე შეიძლება თქვას, რომ აი მე რა ეხლა რომ იყო დაზვერვის სამსახური და ბერაია რო ხელმძღვანელობდა რა ხეირი, ხო? და ძალიან ლოგიკური კითხვაა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ჩვენ შევძლებდით პოლიტიკური ვითარების კონსტიტუციის დაბრუნებას, იქ არიან სანდო პროფესიონალები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მუშაობდნენ. მე არ ვსაუბრობ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ პირებზე, არამედ იმ პროფესიონალებზე, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული მუშაობენ დაზვერვის სამსახურში და ასრულებენ იმ საქმეს, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო და მათ შორის ესეც დიდი საფრთხის შემცველია, ამიტომ ის რომ დაზვერვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჩვენ არ ვიცით არსებობს თუ არა და არ ვთქვამთ ეს ირაკლი ყობახიძეს კიდევ უფრო აძლიერებს ამ ვარაუდს რომ შეიძლება მოხდეს და მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების სისტემა რომელიც უნდა ემსახურებოდეს ეროვნულ ინტერესებს იშლება, იმიტომ რომ დღეს ეროვნული ინტერესები აღარ არსებობს და არსებობს ერთი კაცის ივანიშვილის ინტერესები და შესაბამისად კიდევ უფრო დაუცველები გავხდებით საგარეო საფრთხეების კუთხით და პრევენციული ღონისძიებები, რაც ასწორებს მნიშვნელოვანი იყო და რის შესაძლებლობა საქართველოს ამ კუთხით ქონდა კიდევ უფრო მოიკლებს ივანიშვილის ფულის და ძალაუფლებისთვის, ამიტომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო იკვეთება, მით უფრო მაშინ, როდესაც ეროვნული ინტერესები აღარ არსებობს, არსებობს ივანიშვილის ინტერესები და როდესაც ინსტიტუციები კონცენტრაცია ძალაუფლების მხოლოდ ივანიშვილის ფულისთვის არის და დამატებით საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და იმ ეროვნული ინტერესების საფრთხეებს გაზდის, რომლის პრევენციაც ამ ინსტიტუტების მეშვეობით აქამდე ალბათ თუ კარგად შესაძლებელი იყო. გასაგებია. თეონა, რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა ჩააბარეს ანრი ოხანაშვილს და ჩამოაშორეს ამ უწყებას გრიგოლ ილუაშვილი, ხო? ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი სანდო კადრი. თქვენი აზრით რას მიანიშნებს ეს სრულებები, რაზე მეტყველებს, რატომ ჩამოაშორეს ლილუაშვილი ამ სტრუქტურას და რატომ ჩააბარეს ოხანაშვილი? ორი ამარი ძალიან მნიშვნელოვანი. გრიგოლ ლილუაშვილს ასე ვთქვათ, უფროსობის დროს არაერთი სკანდალი გვახსენდება ჩვენს სულში. იქნებოდა ეს ეგრეთებული კრებსები, თუ იქნებოდა სხვა საკითხები, მაგრამ არასდროს ივანიშვილს არ მიუწია ფოფუნება არც ერთი მის მიერ წარდგენილი პრემიერისთვის, რომ სუსის უფროსი მას თავად დაენიშნა და ამ შემთხვევაში ეს ეხლა პირველად არის ირაკლი ყობახიძის შემთხვევაში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ბოლომდე მას გადააბარა და ამ კუთხით შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს პაჩიაშვილის საქმე, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს სხვა საკითხს, მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დამატებითი საფრთხეები იქნება ამ კუთხით, როდესაც სუსი არის პოლიტიკური იარაღი, რა თქმა უნდა, მაშინაც პოლიტიკურად გამოიყენებოდა სუსი ლილუაშვილის პერიოდში და არც ლილუაშვილი არ იყო თოსიფრიანი ანგელოზი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ამ ვითარებაში ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მთელი კონცენტრაცია ირაკლი ყობახიძის ვერტიკალში იქნება მხოლოდ ავტორიტარული მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება და მით უფრო მაშინ, როდესაც სუსის სისტემა იქნება გამოყენებული დამატებითი დაშინების და პოლიტიკური მექანიზმის შესაქმნელად იმისთვის, რომ ავტორიტარული მეთოდებით ბოლო-ბოლოს საბოლოო ჯამში ჩააბეტონონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ აქვს სურვილი ესე ჩანს. შესაბამისად, მივხვდით, რომ შიდა დეტალები ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია რა და როგორ მოხდა. ფაქტია ის, რომ ირაკლი ყობახიძე არის ივანიშვილის პირველი პრემიერი, რომელსაც ივანიშვილმა მისცა უფლება, რომ სრულიად ყოლოდა თავისი ხალხი და სიმართლე გითხრათ, არც იმას არ გამოვრიცხავ მომავალში, რომ ის ძველი სისტემა, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა, როდესაც სუსი იყო შინაგანთა სამინისტროში, ესეც კვლავ დაბრუნდეს ამ ძალაუფლების კონცენტრაციის მიზნით, რაც იყო მთავარი რეკომენდაცია ჩვენი პარტნიორების და ის დემოკრატიული ნიშანწყალი უსაფრთხოების სექტორში, რაც აუცილებელია დემოკრატიის სისტემის შეგახსენებთ, გიორგი, 9 ევროპული რეკომენდაცია, როდესაც იყო მე-5 რეკომენდაცია იყო უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის განხორციელება, ანუ პარლამენტს როდესაც უნდა გაეკეთებინა კონტროლი იმისთვის, რომ ძალაუფლების უზურპაცია არ მომხდარიყოს სპეცსამსახურების და ძალოვანი უწყებების მეშვეობით. და ახლა ამის აპირისპირო სურათს ხედავთ, რაც დამახასიათებელია ბუნებრივი ავტორიტარული ქვეყნებისთვის და რაც საფრთხეს ქმნის მათ შორის ავტორიტარული მმართველისთვის, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ამისი წარსული მაგალითები არსებობდა და არც მაშინ არ დამთავრებულა კეთილად და
ბედნიერად ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი მთავარი სატკივარი აქ არის ის, რომ ეროვნული უსაფრთხოება, ის საფრთხეები, რომელიც ნაწილობრივ ოკუპაციის პირობებში არათუ წასულა, არამედ დამატებით იზრდება, კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება და ის რეალური სურათი და განსხვავება, რომელიც უნდა კონდეს იმ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია და აქვს დღეს ივანიშვილის პირობებში რადიკალურად ასუსტებს კიდევ უფრო მეტად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და კიდევ უფრო მეტად დაუცველს და მოწყობს ის იმ საფრთხეებს, რომლის წინაშე საქართველოს დგას. ამიტომ ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ლოგიკური გაგრძელება იქნება ავტორიტარიზმისთვის, ეს შერწყმა, მათ შორის ერთხელში ძალაუფლების კონცენტრაცია, სრულად მოშლა ბალანსის სისტემისა, კონტროლის სისტემის, საპარლამენტო კონტროლის, დემოკრატიულ კონტროლს ეძახიან მას, მაგრამ ის კიდევ უფრო დააჩქარებს იმ გამოწვევებს და საფრთხეს, რომელიც ქვეყანას აქვს და ამ ვითარებაში ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სექტორის გამართული მუშაობა, ბალანსი და რესტავრე ეროვნული ინტერესები, რომელიც დღეს აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ივანიშვილის ინტერესები, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მცენობის წინააღმდეგ მოქმედებს ამსახურდად. ვისაუბროთ ასევე ზაზა შათირიშვილის წერილზე, რომელიც გავრცელდა გასულ კვირას და პრინციპში გახმოვანდა ბიძინა ივანიშვილის პოზიციები, ხო, შათირიშვილის წერილის მეშვეობით. ჩაიქნეს საბოლოო ჯამში. ცალსახად ითქვა, რომ აი დონალდ ტრამპიც Deep State-ის ნაწილიაო. აი ამ წერილმა და უკვე ღია შეტევამ ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე რა აჩვენა რეალურად თქვენი შეფასებით და უნდა დაფიქრდნენ თუ არა ამაზეც მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებიც. არაფერი ახალი ის რაც ჩვენ არ გვთქვამს, მათ შორის გიორგი გახარიას არ ვთქვამს, როდესაც 20 იანვრამდე ისაუბრობდა იმაზე, რომ მალე მოხდებოდა ის რაც შათირიშვილმა და დანარჩენმა ფილოსოფოსებმა, ივანიშვილის კარი ფილოსოფოსებმა გამოიტანეს აშკარაოზე და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება ტენდენციაში. ის რომ ივანიშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ ჯერ ამერიკის ელჩი ხდებოდა, თქვენ გახსოვთ ეს დაპირება, რომ აი არჩევნების შემდეგ ექნებოდა შეხვედრა. შემდგომ 20 იანვარის საკრალური თარიღი და დაალაგდებოდა. საბოლოოში დაინახეს, რომ ვერ დაალაგდნენ და ვერ დაალაგდებოდნენ, ლოგიკურია რომ ვერ დაალაგდებოდნენ და ამიტომ იწყებენ იმ ამოტრიალებული რეალობის ჩვენებას, რომელიც აქამდე განსხვავებულად იყო წარმოჩენილი გარკვეულ მოლოდინებს ასახავდა. განსაკუთრებული ხაზია დღეს უკვე დიდი ბრიტანეთი, თქვენ თუ აკვირდებით, მათ შორის შალვა პაპუაშვილი კვირა დღესაც ვერ ისვენებს და ცეცხლით ხაზს ბრიტანეთის მისამართით, იმიტომ რომ იცის რომ ძიმე დაკმაყოფილდება ივანიშვილის რეჟიმს ბრიტანეთისგან, განსაკუთრებით იმ სანქციების შემდგომ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსამართლეებმა უკვე ნაციონალურ მოძრაობიდან განმობარგებულმა კლანმა ივანიშვილის ხელში მიიღეს და არ გამოირიცხება მათ შორის რუხაძეზე სანქციები იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ის სასამართლო დავას ეხებოდა, რომელიც მან წააგო და მათ შორის იმ ფინანსურ გარიგებებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება იყო ბრიტანეთში მათ შორის და ამიტომ მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი პარტნიორებისგან კიდევ უფრო გაძლიერდება, თუმცა კიდევ უფრო გართულდება ავტორიტარული რეჟიმის რეაგირება და რეაქციები ამ ყველაფერზე. ამიტომ გასაგებია, რომ ამერიკასთან ვერ დაალაგდებოდნენ და ამიტომ არის ეს ცეცხლის ხაზი. მე სიმართლითაც ველოდებოდი მამუკა მდინარაძეს და არადა შათირიშვილს, მაგრამ როგორც ჩანს პირველ ხაზზე კლავს ზაზა შათირიშვილი დასჭირდა ივანიშვილს, რაც ძალიან მძიმე სანახაობაა, სიმართლე გითხრათ, მაგრამ თუ ვინმე რაიმე უნდა დაინახოს, მათ შორის ქართული ოცნების იმ ამომრჩევლმა, რომელსაც ატყუებდნენ ღირსებით ევროპის კენსუაზე და არანაირი ევროპის კენსუა რო არ არის, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადაც გამოჩნდება ხვალ, როდესაც კიდევ ერთხელ დავინახავთ ყველა, როგორ არ შეასრულა საქართველოს მის ვალდებულება, რაც ევროსაბჭოში საქართველოს გაჩნდა 99 წლიდან, როდესაც პირველი სიტყვა მე ვარ ქართველი, მაშინ მე ევროპელი გაისმა ამ შენობაში და მათ შორის ის, რომ დაალაგების ერთ-ერთი რესურსი ივანიშვილის რეჟიმს აქვს კრემლთან, რომელიც დაშუქავს დღეს ივანიშვილს და დამატებით აფეზებს იმისთვის, რომ ის ინტერესები, რომელიც საქართველოს ჰქონდა, საბოლოო ჯამში ფეხბურთში გათელოს. ამიტომ ბრძოლა გაგრძელდება, მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების გაგრძელდება, ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დავაბრუნოთ იმ კონსტიტუციური ჩარჩოში, საიდანაც ივანიშვილმა ის გაიყვანა და ავერიდოთ მათ შორის ის უამრავი საფრთხე, რომელიც ამ პროცესთან ახლავს და ამიტომ არის ძალიან მძიმე სანახავი ეს უსაფრთხოების სექტორის
მთლიანად ინსტიტუციური მორცვლაც და ის გადაადგილებებით, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ამ ეროვნულ ინტერესებს.